საკადრო ცვლილებები გორის მერიაში ვიცე-მერის პოსტზე სიმონ გულედანი კოტე ბუზალაძემ შეცვალა. Როგორც ქართულ ოცნებაში ამბობენ, ბუზალაძე რამდენიმე წელი შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო შემდეგ პარლამენტის კანცელარიაში მუშაობდა. კონსტანტინე ბუზალაძე თვითონ არის გორელი, საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანია, მუშაობდა ძალოვანებში, ბოლოს პარლამენტში იყო გარკვეულ ფუნქციას, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა და შემდეგ პარლამენტშიც გააგრძელა თავისი სახელმწიფო მოღვაწეობა. დადებითი პიროვნებაა, გულისხმიერი, კვალიფიციური და ვფიქრობ, რომ პარტიის გადაწყვეტილება, რომ მისთვის მიენდოთ ეს საპასუხისმგებლო საქმე, სასარგებლოდ წაადგება გორის მოსახლეობას, რადგან მისი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება არანაირ ეჭვს არ იწვევს. იქნება თუ არა ის მერობის კანდიდატი თვითმმართველობის არჩევნებზე მართლაც? ვერ გეტყვით. საქმე იმაშია, რომ განიხილება რამდენიმე კანდიდატი შეიძლება ბატონი კოტეს არის. მის მუშაობაზე იქნება დამოკიდებული, იქნება თუ არა და დარწმუნებული ვარ, კარგად იმუშავებს, მაგრამ პარტია თუ შემდეგ უკეთეს კანდიდატურას შეარჩევს, რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერთ. კანდიდატები ახსენდა, ვინ არიან თუ შეგიძლიათ? არ ვიცი. საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურნენ გორში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. მათი შეფასებით ერთი კლანის, მეორეთი ჩანაცვლებით მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება. მათივე თქმით, კოტე ბუზალაძე სუსის უფროსის ანრი ოხანაშვილის ახლო მეგობარი და მეჯვარია. იმის მიუხედავად, რომ გულედანზე გაცილებით უკეთესი პიროვნებაზე და კანდიდატზე არის საუბარი, მაინც თუ ვინმეს ნახავთ ისეთ ადამიანს, ვისაც ჯერა რომ აღნიშნული ცვლილებები რეალურად საქმის უკეთესად გაკეთების გამო ხდება და მართლაც სახელმწიფოს ინტერესიდან გამომდინარე ხდება, მაშინ გამაცანით ესეთი ადამიანი. დარწმუნებული ვარ, რომ ვერავის იპოვით ისეთ პიროვნებას, ვინც ასე იფიქრებს, იმიტომ რომ ეს არის მორიგი რიგითი კლანური გადანაწილება, ერთი ხელიდან მეორე ხელში გადადის ახლა ძალაუფლება და ამ შემთხვევაში ძალაუფლების კონცენტრაცია ხდება ანრი ოხანაშვილის ირგვლივ, რომელიც არის აღნიშნული პიროვნების კლასელი, მეჯვარე, ბავშვობის ძმაკაცი და სწორედ აქედან გამომდინარე ხდება ეს ცვლილებები. რადგან რამდენიმე თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ისეთი კანდიდატი, ვინც მომავალში მერობის კანდიდატად შეიძლება დასახელდეს, ესეთი ადამიანი დაინიშნოს აღნიშნულ თანამდებობაზე ახლა, იმიტომ რომ ტაქტიკურად ასე მოქმედებს ხოლმე ქართული ოცნება და ამ შემთხვევაშიც არ არის გამორიცხული ასე იყოს, თუმცა ნაკლებად ცნობადი არის ეს პიროვნება ქალაქში, თითქმის არავინ არ იცნობს, გარდა თავისი სამეგობროსი და აქედან გამომდინარე არ ვფიქრობ, რომ რაღაცა ძლიერ კანდიდატთან დაგვაქვს საქმე. ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება არის არაღიარებული როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ასე რომ ერთი კლანი თუ მეორეს ჩაანაცვლებს და ანრი ოხანაშვილის მეჯვარე თუ ჩაანაცვლებს სხვის მეჯვარეს, ეს ამით ნამდვილად არაფერი შეიცვლება არც ზოგადად მოსახლეობისთვის და არც კონკრეტულად გორელებისთვის. დაწინაურდა უბრალოდ ერთი კლანის წარმომადგენელი, ეს არაფერს ცვლის. მთავარი არის საზოგადოების მოთხოვნა, რომ ხელისუფლება უნდა გადადგეს, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ და უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. Ილათ რო თქვათ კლანებზე, ქართულ ოცნებაში კლანების თაობაზე მოარული ხმები გადაჭარბებულია, ისევე როგორც სხვა თანამდებობის პირებზე, ესეც ერთიანი პოზიციაა და ეხლა რატომ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული, მომავალზე გათვლილი ნაბიჯია. დადებითი ის აქვს, რომ ეს ადამიანი გორელია, განსხვავებით ბატონის სიმონისგან, რა თქმა უნდა, გორის სპეციფიკას და ადგილობრივ განწყობებს უფრო კარგად იცნობს. რაც შეეხება სიმონ გულედანს, მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, თუმცა სად გააგრძელებს ის საქმიანობას ჯერ უცნობია. მას დღეს თრიალეთის ზარებისთვის არ უპასუხია. ინფორმაციისთვის გულედანი გორის მერის პირველ მოადგილედ 2024 წლის სექტემბერში დაინიშნა. მას შემდეგ, რაც გორის იმჟამინდელი მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ქართულმა ოცნებამ გორისა და კასპის დელეგატად წარადგინა. მერის მოვალეობას თავად გულედანი ასრულებდა. მანამდე გულედანი გუბერნატორის მოადგილის პოსტს იკავებდა.